ორბოცი არასამთავრობო ორგანიზაცია და რელიგიური გაერთიანება ხელისუფლებას სპეციალურ მიმართვას უგზავნის. სამოქალაქო სექტორი ანტიდისკრიმინაციულ კანონს აკრიტიკებს და ამტკიცებს, რომ წარდგენილი პროექტი მხოლოდ უმნიშვნელოდ აფართოებს ომბუდსმენის უფლებებს, რაც რეალობას არ შეცვლის. არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ, რომ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ამუშავდეს უფრო ეფექტური მექანიზმი და დაწესდეს კონკრეტული ჯარიმები კანონდამყობთა მიმართ. ერთი მხრივ ჩვენ ყველანი მივესალმებით იმ ფაქტს, რომ დაიწყო ამ კანონპროექტის განხილვა და დაიწყო სერიოზული დისკუსია კანონპროექტის გარშემო, დაიწყო სიღრმისეული კვლევა იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა საქართველოში, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვაქვს ჩვენი შენიშვნები, ჩვენ გვაქვს გარკვეული შეშფოთება იმის თაობაზე, თუ რამდენად ეფექტური იქნება ეს კანონი იმ ფორმით, რომლითაც დღეს არის წარმოდგენილი. ჩვენ ძირითადი მოთხოვნა არის სახალხო დამცველისთვის სასამართლოს გზით დაჯარიმების მექანიზმის გადაცემა, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ კერძო სექტორი ან საჯარო დაწესებულებები უარს იტყვიან სახალხო დამცველის მიერ მიწოდებული რეკომენდაციის შესრულებაზე, კანონი უნდა ითვალისწინებდეს სასამართლოს გზით ამ პირების დაჯარიმების შესაძლებლობას. თუ ამგვარი სანქცია არ იქნება კანონით განსაზღვრული, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა უბრალოდ ეფექტური ვერ იქნება. მთავარი ამოცანა ხელისუფლების უნდა იყოს ის, რომ მან მოახერხოს საკუთარი მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების განხორციელება. შესაბამისად, ჩვენ ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ განცხადებას ვაუცელებთ, ხარს ვუსმევთ იმას, რომ არ დაუშვებთ იმას, რომ მოხდეს ფორმალიზება ფაქტიურად ამ პროცესის და ფორმალურად მივიღოთ კანონმდებლობა, რომლითაც ჩვენ გარკვეული ტიპის საერთაშორისო ვალდებულებებს შევასრულებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დისკრიმინაციის ნიშნები აღნიშნული იყოს კანონმდებლობაში. კი, საქართველოს კონსტიტუციაში არ არის ჩამონათვალი, თუმცა კონსტიტუცია გრძალავს დისკრიმინაციას მოქალაქეების, თუმცა ასევე კონსტიტუცია ადგენს გარკვეულ ჩარჩოებს და ამ ჩარჩოების გაწერა შემდეგ შესაბამის კანონმდებლობაში ხდება. ასევე იგივე ლოგიკით შეიძლება ვთქვათ, რომ მაგალითად ევროპულ კონვენციებში არ გვინდა ესეთი ტიპის ჩამონათვალი, ხო? მაგრამ ეს არის საჭირო, იმიტომ რომ ჩვენ დეკლარირებას ვუკეთებთ იმას, რომ არ შეიძლება ადამიანების ჩაგვრა